ქართულ-ებრაული ურთიერთობები ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის იაკობ ოფირი ეფრემაშვილის წიგნის საქართველოს ებრაელთა ისტორია პრეზენტაცია მოეწყო. ორტომეულში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრიფის საიდუმლო ედო. წიგნი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდა ძალიან კარგი ტრადიცია ჩვენ და აფხაზეთის მთავრობას თანამშრომლობის და ძალიან ბევრი პროდუქტი შექმნა ამ თანამშრომლობამ, მათ შორის ახლა იძულებით გადაადგილებით მინისტრთან ერთად, ბატონ დავით კაცეციასთან ერთად წამოვიწყეთ და განვახორციელებთ შესანიშნავი მეცნიერის მწერლის სოხუმში დაბადებული იაკობ ოფირის წიგნის ორტომეულის გამოცემა, რომელიც ინახავს ისეთ დოკუმენტებს, რომელსაც ჯერდღის სინათლე არ უნახავს და მათ დიდი ხნის განმავლობაში გრიფით საიდუმლო ედოთ. ეს ჩემის აზრით ეს ნაწარმოები იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აგური ქართულ-ებრაული ურთიერთობების იმ საქმეში, რომელსაც აგერ 26 საუკუნეზე მეტი ემსახურებიან ჩვენი თანამედროვეების, წინაპრების და არცნობილ მომავალ თაობებს. ამახება რომ ჩვენ აფხაზეთის მთავრობის სახელით ჩავერთვით ამ პროცესში და არის გამოცემული წიგნი, რომელიც გამოიცა ჩვენი ჩართულობით, რომელიც ასახავს კონკრეტულად იმ ებრაელების ცხოვრებას, მუშაობას და ურთიერთობას, მოღვაწეობას, რომელიც იყვნენ აფხაზეთში. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ქართულ-ებრაელთა მოღვაწეობა და ცხოვრება განსაკუთრებით აფხაზეთში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ განვითარებაში. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა უნდა იყოს. ეს დღევანდელი ხალხით იქნება თუ მომავალი თაობებით იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამდენად ყველგან სადაც მივდივარ, მე ამას ვხვდები, რომ მშვიდობა უნდა იყოს ყველგან აქ. ეს წიგნი უკვე 5-6 წლის დამთავრებული მაქვს და ბატონმა დავითმა მოკიდა ამ პროექტს ხელი და ბოლომდე მიიყვანა და დაბეჭდა და ყველაფერი. მათი მისხარჯე იყო ყველაფერი. დევნილთა სამინისტრო გააკეთა არაჩვეულებრივი საქმე გააკეთა. ღონისძიების პარალელურად ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უნიკალური კოლექცია ლაილაშის ბიბლია, ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველი ქართლის ცხოვრების ფურცლები, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები წარმოადგინა. ღონისძიების მიზანი ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების წარმოჩენა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ 26 საუკუნოვან უნიკალურ ურთიერთობებს 2018 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჩვენ აუცილებლად და ვალდებულად ჩავთვალეთ ჩვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, იმიტომ რომ სწორედ ბატონი იაკობი არის ჩვენი აფხაზეთის წარმოადგენელი ისრაელში, არის გამორჩეული ადამიანი მისი ღვაწლით, დამსახურებით, მისი ისტორიული წყაროებში კვლევაძიებებით, რომელიც მან პრეზენტირება მოახდინა ამ წიგნით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ სიმბოლური მხარდაჭერა, მზაობა, მხარდაჭერა ისრაელისა და ებრაელი ერის ჩვენი მხრიდან გამოხატული არის აუცილებელი სავალდებულო და ეს იქნება განმაპირობებელი იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არა მარტო საქართველოში, არამედ ისრაელში და მთელ მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი ამ წიგნის პრეზენტაციით, ბევრი ებრაელის ჩამოსვლით, დღევანდელი ღონისძიებაზე ჯოენის, ისრაელის ელჩის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო წარმომადგენლობების ჩართულობით უნიკალური, უპრეცედენტო ისტორიული შეხვედრა გაიმართა და განსაკუთრებით ეს ხაზგასმით უნდა ისკვას დღევანდელ დღეს, როცა ისრაელის მიწაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა, ომია შეიძლება ითქვას და აი ამ ომის დროს მშვიდობაზე ფიქრი და ერთობლივი მოქმედება არის აუცილებელი და ჩვენი ერთადგომა იმისთვის, რათა გაიმარჯვოს სიმართლე, გაიმარჯვოს სიკეთე. ღონისძიება კავკასიის სოციო-ეთნოლინგვისტური ასოციაციის, ებრაული სააგენტო ისრაელისთვის და ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი და კულტურული ცენტრის ფესვების პარტნიორობით განხორციელდა.